მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და კარგებო, დღეს გავშლით თქვენთვის ასეთ საჯარო გაშლას. რას გიმალავთ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ რას გიმალავთ ჩაფიქრებული პიროვნება. მოდი ვნახოთ. აბა გვაჩვენი რას გვიმალავთ? რას გიმალავთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? ნახეთ. კვერთხების მეფე. სამყარო. პენტაკლების ტუზი. სამსჯავრო. ღმერთო ჩემო. რა არკანებია? შემდეგი ტრიპლეტი. რუიანი პენტაკლი. კვერთხების ტუზი კარგია. ხუთიანი კვერთხები. ერთი არკანით დავამატო ხუთიან კვერთხებს. აჰა, ესე ვიცი ხოლმე, დავამატებ, მე კიდე დასამატებელი ხდება. სიკვდილის არკანს არასდროს ესე არ ვტოვებ ხოლმე და ვამატებ ყოველთვის ერთ არკანს. აჰა, კვერთხების პაჟი და დღევანდელი ენერგიები თქვენი პიროვნების არის კვერთხების მეფე. დავიწყოთ განხილვა სათითაოდ. ესე იგი, რეალურად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ფონად ამომდის თავისი ენერგიებით კვერთხების მეფის პოზიციაში და აი ეს არკანები, რაც მე ახლახანს დავალაგე, მეც ხო შოქში მაგდებს რეალურად დაინახეთ კითხვა, რომ რას გიმალავთ პიროვნება, ანუ ეს კითხვა როგორ ისეთი სიტყვებს კი არა ფაქტობრივად რას უსმენს, იცით, აი დუმილს რო უსმენს, ესეთი პასუხია რა, ანუ იცით რა სურათი იდევს აქ, რომ აი ეს პიროვნება არის ისეთი პიროვნება, რომელიც გარედან მტკიცე, დამოუკიდებელი, ძალზე თავდაჯერებული პიროვნება, მაგრამ შინაგანად, ანუ სიტყვებს და ქმედებებს შორის, ასე ვთქვათ, მძაფრი შინაგანი ბრძოლა აქვს გამართული, ხო? ფონი კვერთხების მეფე რას მეუნება, რომ ძლიერი, ასე ვთქვათ, დაგბურძლობს ისეთი ენერგია აქვს რა ამ პიროვნებას. ხვდებით, ის ასე ვთქვათ, არ უყვება საკუთარ თავსაწყი და არ ცხვებს თავისი სუსტეების შესახებ. ხვდებით, ანუ პიროვნება ბატონობს საკუთარ სურვილებზე, ჩვეულებრივად მართავს თავის სურვილებს და ინიციატივასაც ინახავს, ასე ვთქვათ, უკანასკნელ მომენტამდე. ანუ გონებით ძალიან ჯიუტია პიროვნება, მაგრამ გულში იწვის. ჩვეულებრივად იწვის და შინაგან ომებშია, ნუ დრას გიმალავს, ხო? ანუ რეალურად დრას გიმალავთ ახლა სამყაროს არკანიდან გამომდინარე, ტუზის პენტაკლებიდან გამომდინარე და სამსჯავროს არკანიდან გამომდინარე. შეხედეთ რა ხდება აქ. ლამაზი არკანებია, სამყარო, ტუზი, პენტაკლები და სამსჯავრო. ანუ პიროვნება მოგნატრით, ანუ რატომ იცით, რომ განგიხილავთ და ინატრებით, იმიტომ რომ განგიხილავთ როგორც დასრულებულ ეტაპს, ანუ მაგრამ გნატრობთ იმიტომ და უნდა თქვენთან იმიტომ, რომ იცის, რომ ახალი ეტაპი და საწყისი ექნება აშკარად ურთიერთობას თქვენსაც, ხვდებით, ანუ თქვენს მიმართ გრძნობს, რომ ურთიერთობას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა მისთვის და ახლა დგას, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების წინაშე ეს პიროვნება. გიმალავთ იმას, რომ ფიქრობს ახალ შანსზე თქვენთან, ხო? ეს აშკარად დაშორებულ წყვილზე მაქვს საუბარი, აქ რომლებიც დღესდღეობით ერთად არ არიან და ურთიერთობა დაპაუზებულია ან შესაძლებელია დასრულებულიც იყოს საერთოდ, ხო? და მალავს იმას, რომ უნდა ახალი შანსი ურთიერთობაში თქვენთან და ფიქრობს ამაზე, რომ შანსს ასე ვთქვათ მოიპოვებს ახალ ეტაპზე ურთიერთობის თემაში, თქვენთან მიმართებაში, ხო? და რომელსაც ასე ვთქვათ, სინამდვილეში განიცდის, ეს პიროვნება განიცდის ამ თქვენს დაშორებას, რომ ერთად აღარ ხართ, ხო? უნდა და გიმალავთ იმას, რომ ეძებს შესაძლებლობებს, რომ დაგიბრუნდეთ. შექმნას უნდა საფუძველი და აღადგინოს კავშირი. აი ამ ყველაფერს ეს პიროვნება მალულად თქვენგან აკეთებს და
ცდილობს ეს ყველაფერი რეალიზირებულ იქნეს მისი მხრიდან. სამსჯავროს არკანი, ასე ვთქვათ, მისთვის გასხივოსნებას გავს თითქოს ხვდებით, ანუ შინაგანად გაიღვიძა პიროვნება თქვენთან მიმართებაში. აი, პირდაპირ ესე რომ ავხწერო. რაღაც ისეთი იმით ვყვებით ან ამას რაღაც აი სიტყვები რომ თავისით მოდის მინდა რომ დავალაგო სწორად აზრები ისე გადმოგცეთ ხვდებით ანუ ფიქრობ რომ გამომდის მენათ ერთხელ ემოციებში ვარ მეც ამას რომ კითხულობ რვიანი პენტაკლები კვერთხების ტუზი ხუთიანი კვერთხების სიკვდილის არკანი და კვერთხების პაში აი ეს არკანები და ჩამოვთვალე ხო რვიანი პენტაკლები ანუ რას გვეუბნება კვერთხების ტუზი რას გვეუბნება კვერთხების ხუთიანი რას გვეუბნება ხო სიკვდილი და კვერთხების პაში კვერთხი და პენტაკლი გვაქვს რეალურად აქ ერთი ცალი დანარჩენ სიკვდილის არკანი მაღალი არკანი ხო ანუ რეალურად ის მალავს რომ თქვენს მიმართ ასე ვთქვათ აქვს საკუთარ თავთან მუშაობის ტენდენციები ჩართული ხო მუშაობს საკუთარ თავთან თქვენთან მიმართებაში ფიქრობს თქვენზე ეძებს გზებს ან ცდილობს რაღაცნაირად თავში დაალაგოს და მოაწესრიგოს ყველაფერი რაც თქვენთან არის დაკავშირებული ხო ვნება ისევ აქვს აი რას გიმალავთ ამას გელაპარაკებით ახლა ხო რას მალავს ასევე მალავს იმას რომ ვნება ისევ აქვს თქვენთან მიმართებაში ხო კვერთხების ტუზიდან გამომდინარე მაგრამ შინაგანად ჩახშობილი აქვს რა შინაგანად იბრძვის საკუთარ თავთან თითქოს ორი ხმა რო ებრძვის ერთმანეთს ხვდებით ერთ სურს გითხრას ყველაფერი მეორე აჩერებს აი ეშმაკი რო გაზის ორ მხარზე ხო ის ერთი მარჯვენა რო გეუბნება უთხარი და აქედან შავი ეშმაკი რო გეტყვის მარცხენა და რო არ უთხრა ესეთი თემა აქვს ტიპს აშკარად რა სიკვდილის არკანი მეუბნება რომ მისთვის რაღაც მორჩა ურთიერთობაში, მაგრამ ამავე დროს ის გიმალავთ იმასაც, რომ შეიძლება კვლავ სურს ამ ურთიერთობის აღდგენა და აშკარად იმასაც მალავს, რომ გადმოდგავს ნაბიჯს პიროვნება აშკარად თქვენთან მიმართებაში, რომ აღდგენოს ურთიერთობა და ბოლოს კვერთხების პაში გვიჩვენებს რას რომ თქვენს მიმართ კვლავ ძლიერი ცნობის მოყარეობა მაინც აქვს პიროვნებას. მიზიდულობა აქვს თქვენთან მიმართებაში, სურვილი აქვს თქვენთან ყოფნის, აი ამას გიმალავთ, მაგრამ თქვენამდე ეს ყველაფერი არ მოაქვს, ეს თავისთვის, აი ესე დამალულ ფიქრებში აქვს, მოკლედ რა. აი ეს პიროვნება არის ის, ვინც გარედან არ ყდება, მაგრამ შინაგანად ყოველდღე დაგატარებთ თავის გულში. ანუ გიმალავთ საკუთარ სურვილებს, დაბრუნების, ურთიერთობის აღდგენის და ახლიდან დაწყების, ახლიდან თქვენთან მოსვლის, ახლებურად გიმალავთ ტკივილებს, რომელიც უпроსტრად მან არჩია ურთიერთობაში სიშორის სახით, მაგრამ ახლა რაღაცნაირად აღარ უნდა ეს ყველაფერი და უნდა ისევ თქვენთან დაბრუნება. ტრიელებს მასში როგორი ბრძოლები შინაგანი გრძნობა, რომელსაც აღიარება სჭირდება და სიამაყე, რომელსაც დუმილი ურჩევნია. მალე ლექსების წერას დავიწყებ მგონი. და თქვენ მისთვის ისევ ხართ შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება ხელიდან გაუშვა. ან ისევ იპოვოს. აი ამას გიმალავთ, რომ თავიდან აპირებს თქვენთან ყველაფერს რა. შვენიერი გაშლა გამოვიდა მე მგონი. რაღაცნაირად მხატვრულად მოგიყევით ყველაფერი, რასაც გიმალავთ ეს პიროვნება. ზოგჯერ მე თვითონ გამიკვირდება ხოლმე ესეთ რაღაც ფრაზებს ვიტყვი ხოლმე და ვამბობ ასე მგონია რაღაც წიგნის დაწერას დავიწყებ მალე და გამოვუშვებ თომებად ჩემი ფრაზების წიგნს. რა ვიცი, ეს არის ყველაფერი რაც მე მინდოდა მეთქვა. მინდოდა კი არა, რაც არკანებმა მოყოვეს და მინდოდა და გითხარით კიდევაც, ხო? ჩემი და გამომდინარე როგორ ხედავ მე ამ არკანებს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. დაშორებულებს გისურვებთ შერიგებას, სურვილების ახდენას, საუკეთესო მომავალს, საუკეთესო ცხოვრებას და ბედნიერ ასე ვთქვათ
სიყვარულზე და სიხარულზე აგებულ მომავალს გისურვებთ, ჩამოკარგებულ. დაგემშვიდობებით მე თქვენ და აბა თქვენიცით. აბა ჰე და აბა ხო, დროებით ჩამოკარგებულ. ნახვამდის.